დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ჩატარდა ინტერრელიგიური სათათბიროს ხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები და სააგენტომ ჩათვალა მიზანშეწონილად საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიურ ორგანიზაციისთვის ჩაეყენებინა საქმისყოში და მიეწოდებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ამ შემთხვევაში სააგენტო გააჟღერებს საჯაროდ ინფორმაციას. აქ წარმოდგენილი სამუშაო ფორმატში ინტერრელიგიური სათათბიროში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქო მუსლიმთა სამმართველო, სომხური ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, ებრაული თემი, იეზიდთა სასულიერო კრება და კათოლიკური ეკლესია. ფაქტობრივად თითქმის ყველა, ასე ვთქვათ, ფართო წრე მოიცვა საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების სამუშაო ფორმატში შეხვედრა და სააგენტოს მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია. შემდეგი, როგორც მოგეხსენებათ, 16 ნოემბერი გახლავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. შარშან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და რელიგიის სააგენტოს ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ღვინის აღმართსა და ძველ თბილისში მეიდინის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინის აღმართსა და მეტეხის აღმართს შორის არსებულ სკვერს დარქმეობდა ტოლერანტობის სკვერი და აქედან გამომდინარე ეს ყოფილიყო ერთგვარი ადგილი, სადაც საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური ჯგუფი შეიკრიბებოდა, ჩატარდებოდა ღონისძიებები და იქნებოდა ეს ადგილი, სადაც იქნებოდა მათთვის ასე ვთქვათ ასპარეზი საჯარო დემონსტრაციებისა რელიგიური რიტუალებიდან დაწყებული დამთავრებული თავშეყრის ადგილი და სხვადასხვა ღონისძიებების სახით. აქედან გამომდინარე სააგენტოს ინიციატივით მიმართვა იყო თბილისის საკრებულოზე და შარშან 2014 წლის 25 ნოემბერს 166-ე განკარგულების საფუძველზე თბილისის საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულ ტერიტორიას იურდულად პროცედურების დაცვით ეწოდა ტოლერანტობის სკვერი. ამის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ეს ინიციატივა დღეს ასე ვთქვათ გააჟღერდა და ჩაყენებული იქნა საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რომ მომავალი, ანუ ამ შემთხვევაში წელს უკვე 16 ნოემბრამდე მოხდეს შემდეგი ღონისძიების ჩატარება. პირველი აქ საუბარი მიდის, შეიქმნა სამუშაო ფორმატი, ანუ სამუშაო ჯგუფი საქართველოში არსებული რელიგიების ასე ვთქვათ ჩართულობით და შესაბამისად შეიქმნა სარეკომენდაციო ჯგუფი, სადაც ამ დარგის სპეციალისტები იქნებიან წარმოდგენილი ხელოვნებაცოდნეები, არქიტექტორები, ჩართული იქნება მერის შესაბამისი სამსახური, ჩართული იქნება ძეგლთა დაცვის სააგენტო, ჩართული იქნება კულტურის სამინისტრო და ერთის მხრივ რელიგიური კონფესიების ჩართულობით, მეორეს მხრივ ამ დარგის სპეციალისტების ჩართულობით მიღებული იქნას გადაწყვეტილება და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოავლენს უკვე წარმოდგენილი ვარიანტებიდან გამომდინარე სამუშაო ესკიზს ტოლერანტობის სკვერისა. ეს მონუმენტის სახით იქნება, ძეგლის სახით იქნება თუ რა ფორმით იქნება საბუჯრედში მიღებული, ამას ასე ვთქვათ ეს ფორმატი განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე სააგენტომ იმსჯელა და წინადადებით შემოდის, რომ 5000 ლარი დააწესოს პრიზი აღნიშნული ტოლერანტობის სკვერის დასადგმელი მონუმენტის ესკიზის მოსამზადებლად და შესაბამისად რელიგიებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში ასე ვთქვათ გამოცხადეს და გამარჯვებული იქნეს წარმოდგენილი 16 ნოემბერს, ანუ წლის თავზე შარშანდელი ჩატარებული აქტიური ღონისძიებების შემდგომ. ჩვენი მიზანი არის გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს კანონმდებლობის ერთის კანონმდებლობის დაცვით, მეორეს მხრივ რელიგიური კონფესიების ჩართულობით და საბოლოო ჯამში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საჯაროდ 16 ნოემბერს, ასე ვთქვათ, გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმირებული და რაც გახდება საფუძველი უკვე მომავალში შესაბამისი სკულპტურის დადგმისა. აი ეს მინდოდა ასე ვთქვათ მოკლედ გამეცხადებინა და გამოგვეცხადებინა. დღეიდან შეიძლება შესაბამისი ნამუშევრების და ესკიზის მიღება და ამის საბოლოო ვადა არის 28 ოქტომბრამდე რელიგიის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და საიტზე დაიწყება განაცხადების მიღება, რაც გახდის საფუძველს, რომ მანამდე საბოლოო ფორმულების გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. აი ამ კონტექსტში მე მინდა სასიხარულოდ განვაცხადო, რომ აბსოლუტურად ყველა კონფესია დღეს თქვენთან ვინც არის წარმოუდგენელი და ვინც ჩამოუთვალეთ, განაცხადეს მზაობა და ჩართულობა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ და მერწმუნეთ ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესიის უშუალო ჩართულობით და თანამონაწილეობით მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც მომავალში საბუჯრედში იმ სკვერში მონუმენტის დადგმა ჰქვია.